მოგესალმებით. ეს არის კერგეტი კაკალის მეორე ეპიზოდი და დღეს ვისაუბრებთ ფილმზე დიდებული მარტი. ჯოს სეფტის ფილმი რონალდ კრონშტაინის თანაცენაისტობით 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი აღმოჩნდა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით $70 მილიონი იყო, რაც A24-ის ფორმატით გადაღებული ფილმისთვის, რომელიც ძალზე ფოკუსირებულია კინემატოგრაფიისთვის, საკმაოდ ხელსაყრელი თანხაა. ფილმი დაახლოებით $170 მილიონი გამოიმუშავა, რაც საკმაოდ სოლიდური შედეგია. ჯოს სეფტის შემოქმედებაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდებული მარტი არის ყველაზე წარმატებული ფილმი, რაც შექმნა. რადგან ფილმის ოსკარების 9 ნომინაცია მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ 9 კატეგორიაში დაიჩაგრა და ოსკარი ვერ აიღო, ეს საკმაოდ დიდი განაცხადი არის მისი კინემატოგრაფიული კარიერისთვის. საჩდება უმთავრესი კითხვა, თუ რას უნდა მოელოდოთ ამ ფილმისგან? ამაზე პასუხი მარტივია. იმის, რაც სეფტის სავიზიტო ბარათია კინოში. ქაოსი. ამის შესანიშნავი დასტურია მისი სხვა ორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმები. საუბარი მაქვს დაუმუშავებელ ძვირფას ქვებზე, ადამ სენდერის მონაწილეობით და ეს ის შემთხვევა, როდესაც კომიკოსი ლეგენდალურ პერფორმანსს დევს და კარგი დრო რობერტ პატისონის მონაწილეობით. ორივე ფილმი ერთგვარად სიჩქარის დინამიკის და ქაოსის გადმონაშთია, რაც სრულიად აისახება ჩვენს დღევანდელ ფილმზეც. და ბარემ ფილმზეც რო გადავიდეთ, ფილმში მოვლენები ვითარდება 1950-იან წლებში ნიუ-იორკში. მთავარი პერსონაჟი კი არის მარტი მაუზერი, ბიძამისის ფეხსაცმელების მაღაზიის კონსულტანტი და პინგ-პონგის ვირტუოზი, რაც თავარია, რომლის ნიშნაც მის გარშემო დიდ ყურადღებას არ აქცევენ. გარდა მისი მეგობარი უოლისა, რომელიც მისი ხელი პარტნიორი არის ვაჯიშის დროს. და ნიუ-იორკში პინგ-პონგს არასერიოზულ სპორტად აღიქვამენ და ამისთვის მარტის, ბევრი საკასაკანი არც აქვს საკუთარ ქვეყანაში. და არც ქონია. ამიტომ ის გადაწყვეტს, რომ გზა თავისით გაიკაფოს ერთგვარად დიდებისკენ. თუმცა მისი მეთოდები მაყურებელს ნამდვილად არ მოეწონება, რადგან ერთგვარად საკმაოდ ხულიგანური გზით ცდილობს, რომ მოიპოვოს ის ფული, რომლითაც ჩემპიონატზე წავა. მაგალითად, ვიდაც რომ თავის ფულს მოპარავს, ან თუნდაც პინგ-პონგის დარბაზებში დოლარებზე მოთამაშე მოყვარულებთან თავდაპირველად თავს უწოდინათ ასახებს და შემდეგ კი ფულზე თამაშის დროს მათ აბსოლუტურად ანადგურებს, შანსაც არ უტოვებს. და ასევე ჩვენს თავარ პერსონაჟს წაგების შემდეგ საკმაოდ არადეკვატური ქცევებიც აქვს მეტოქეების მიმართ. რაც ხშირად გამოიხატება, რომ ისინი წესებს არ მისდევდნენ, ან თუნდაც მათ ამცირებს, რაც ესე რომ ვთქვათ, პერსონაჟს არ ხდის ძალიან მოზაწონს. და საინტერესოა ისიც, რომ მარტის პერსონაჟი სრულიად დაფუძნებული არის პინგ-პონგის ლეგენდასთან, მარტი რაისმენთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამურის ეგომანიაკური პიროვნება ნამდვილად იდენტურია ერთმანეთთან, ნამდვილი მარტი მაუზერიც ერთგვარად ესეთი ადამიანი იყო, ნამაყი და საკმაოდ ჭინჭკლი. ფილმის განვითარებასთან ერთად ჩანს, თუ რაოდენად დიდ ჯარში ხდოს მარტის საკუთარი ეგოცენტრულობა. იგი აორსულებს ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ქმარი ყავს, შემდეგ კი მის მიტოვებას ცდილობს. ფეიტაუს მილიარდელი ბიზნესმენი ცოლთან, საბოლოოდ ეს მილიარდელი კარგადაც უსრულებს მარტის. ასევე რაც ფილმს ერთგვარად დინამიკას და ასე ვთქვათ ატმოსფეროს უცვლის, ის არის, რომ იგი ხდება მკვლელობის მოწმე და რა თქმა უნდა ამის თავარი მიზეზი ირიბად, თუმცა მაინც თვითონ არის. ეს არის ერთგვარად იმის მანიშნებელი, თუ სცენარის განვითარებასთან ერთად რამდენად იცემა მარტის პერსონაჟი მორალური თვალსაზრისით, რომ საკუთარ ოცნებას მიაღწიოს. კონკრეტულად კი ის იწევს იმ სინანულის და ერთგვარად იმ ზიზღის გზნობას, რომელიც პირველ წაგებაში იგემა იაპონელ მოწინააღმდეგესთან და ზოგადად კარგი არის, როცა დიდი ოცნება გაქვს, მაგრამ საკუთარი სურვილების ახდენისთვის შენ გარშემო ყოფების ცხოვრება პოლიგონად არ უნდა მოვაწყო. რასაც მარტი საკმაოდ კარგად აკეთებს მთლიანი ფილმის განმავლობაში. რაც შეეხება საფინალო აქტს, ამ ფილმის დასასრული შეგვიძლია გავაიგივოთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მიმთან სოციალურ ქსელში სახელით მოიგო, მაგრამ რის ხარჯზე. აი, შეგვიძლია აღვიქვათ მარტის მთლიან ფილოსოფიად ძალიან ფილმის განმავლობაში, რადგან იგი ფილმის ბოლოს ახერხებს ყოველ მეტოქესთან იაპონიაში, მისივე ქვეყანაში არაოფიციალურ შეხვედრაში რომ დაამარცხოს და რევანში აიღოს. და რა თქმა უნდა, ამერიკათაც წუთიერი აპლოდისმენტები მოიპოვოს და აქაც ხედავთ ერთგვარ პოლიტიკურ მესიჯს, ეს დაკავშირებული არის ამერიკისა და იაპონიის დაპირისპირებასთან, როდესაც იაპონიამ პერლ-ჰარბორს შეუტია, შემდეგ ამერიკამ ამის საპასუხოდ ატომური ბომბები ჩამოაგდო და ერთგვარი დაპირისპირებაში და მეტოქეობაში გადაიწერდა და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო ერთგვარად პოლიტიკური თვალსაზრისით ამათი დაპირისპირება. თუმცა მარტი სამუდამოდ ლიკვიდირებულია ყველა სახის სპორტული შეჯიბრებებისგან. რა თქმა უნდა, მისი უკმახის აქციელის გამო და ის ერთგვარად მისი კარიერის დასასრული არის პიკშივე. 23 წლის იყო მარტი მთლიან ფილმის განმავლობაში, რაც ალბათ ყველა სპორტსმენისთვის ჯოჯოხეთი არის და განსაკუთრებით მარტისნაირი ვირტუოზებისთვის.
მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც როდესაც მარტის სახში ბრუნდება, მას სახში ხდება აი ის ორსული გოგო, რო ვთქვით, მისი მეგობარი, რომელიც ესე ვთქვათ, შემთხვევით დააორსულა ბავშვით, ან გააჩინა გოგო ბავშვი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარტი ამ მომენტში ემოციური ხდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში პირველად გრძნობს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რაც მთელი თავისი ფილმის ან თუნდაც იმ 23 წლიანი ცხოვრების განმავლობაში არასდროს უგრძნია, რადგან გახსენებათ მარტი საკუთარ თავზე უფრო დიდხანს ფიქრობს, ვიდრე ის გარშემო ადამიანებზე. ერთგვარად პირველად გრძნობს, როგორც ვთქვით, პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რადგან იგი მამა არის და ამ მიერიდან დედამიწა მის გარშემო აღარ ტრიალებს და ამას უკვე კარგადაც იაზრებს. და ეს იყო მისი საბოლოო გაკვეთილი, შეგვიძლია აღვქვათ ამადაც, რაც მარტიმ თავისი აქციელების გამო მოიხადა. და ცხადი აქვე ხაზგასასმელია ტიმოთი შალამეს არაჩვეულებრივი პერფორმანსი, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი ღირსეულად ვეიკავებს თანამედროვე კინოში ერთ-ერთ უძლიერესი მსახიობის სტატუსს. ამით ვასრულებ ჩვენ დღევანდელ მიმოხილვას, ამიტომ შემდეგ ეპიზოდებში დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.